მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა ახალგაზრდული განზომილებები, მე მისი წამყვანი ლიკა მუგბანიანი გახლავართ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმრები არიან SDASU სტუდენტები, საქართველოს დავით აღმაშენების სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. პირველი ჩემი სტუმარი არის ბატონი ირაკლი ჭითანავა, როგორც მოგახსენეთ, სტუდენტის სტატუსით იმყოფება დღეს ჩვენთან და მეორე სტუმარი არის ბატონი მამუკა გაბელია. პირველ რიგში მადლობას გიხდით მობრძანებისათვის, მოგეხსენებათ ჩვენი გადაცემის სახელწოდებიდან გამომდინარე და ჩვენი სტუმრებიდან გამომდინარე, ჩვენ დღესაც ვისაუბრებთ სტუდენტურ პრობლემებზე, მათ მოსაზრებებს მოვისმენთ უმაღლესი სასწავლებლების დადებით უარყოფით მხარეებზე, ასევე ვისაუბრებთ დასაქმების პრობლემატიკაზე, უმუშევრობაზე და ბევრ იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდისათვის და თითოეული სტუდენტისთვის. მე უშუალოდ გადავალ ჩემ სტუმრებთან შეკითხვით, პირველი შეკითხვა მინდა ბატონო ირაკლი თქვენ გაგისვათ, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს უმაღლეს სასწავლებელში როცა აბარებდით და როცა სურვილი გაგიჩნდათ რომ სტუდენტი გამხდარიყავით, რა იყო თქვენი მოტივი? უბრალოდ ის რომ ქართული მენტალიტეტი არის ცოტა ამ კუთხით რომ ყველას დიპლომი უნდა გქონდეს. მხოლოდ ეს იყო თუ თქვენი მოსაზრება, თქვენი შინაგანი განწყობილი იყავით იმისკენ რომ სწავლა და განათლება მიგეღოთ უმაღლესი სასწავლებელიდან. დიახ, ლიკა, მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისათვის და მოგილოცავთ ახალ სტუდიას, ახალ გადაცემას და წარმატებას. დიდი მადლობა, გაიხარეთ. კითხვას და სტუდენტობას თუ რატომ გადავწყვიტე რომ გამხდარიყავი სტუდენტი, ქართულ რეალობაში ძალიან ხშირი ფაქტია, რომ ტრადიციულად ქონდეს დიპლომი და მეტი არაფერი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მსგავსი რამ არ იყო, უბრალოდ მე რა პროფესიაშიც ეხა თვლი თავს რომ ვარ სხვა პროფესიათან კარგი პროფესია ყოველთვის მინდოდა ვცდილობდი და ამ პროფესიაში ვხედავდი თავს სტუდენტობა ჩემთვის იყო ყოველთვის ბავშვობის ოცნება და ეს ოცნება გამახორციელე ეს მოდი მე მაყურებელს ვეტყვი რომ თქვენ ხართ მომავალი ჟურნალისტი ფაქტურად კოლეგები ვართ და აი კიდევ ჩაგეკითხებით რა იყო რატომ გადაწყვეტეთ რომ აი მაინც და მაინც ჟურნალისტიკაზე გაგეგრძელებინეთ სწავლა დიახ სკოლის პერიოდში მე მოგეხსენებათ ალბათ სკოლაში ბევრი ღონისძიება ტარდება სულ წამყვანის როლში ვიყავი და შევითავსე და შემიყვარდა ეს პროფესია და ანუ გარკვეული პრაქტიკა სკოლის ასაკშიც ჰქონდათ მიღებული ამ კუთხით. ამ კუთხით გამემართლა და კიდევ იმაში ძალიან გამემართლა რომ შევძელი უფრო ეს პროფესია რო გამეგრძელებინა და ყველაფერს გავაკეთებ რომ უფრო მაღლა და მაღლა წავიდე. დიდი მადლობა. ანალოგიური შეკითხვა მინდა გაგისვათ თქვენ ბატონო მამუკა, რა იყო ის მიზეზი, რის გამოც მამუკა გაბელიამ გადაწყვიტა რომ სწავლა გაეგრძელებინა SDASU-ს უნივერსიტეტში. მოგესალმები ლიკა, მადლობა მოწვევისთვის. მე აღდგომა მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს მოგელოცავთ თქვენს. გაიხარეთ თქვენც ასევე. უფლის მადლი შეგეციოთ. აი რაც შეეხება ჩემს სწავლას, ყველაფერი აი სხვანაირად არის. არა ისე, როგორც მე მინდოდა, მე ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდი, ვიყავი სპორტსმენი, არა სკოლაშიც ვიღებდი მონაწილეობას უამრავ ანუ სპორტული კუთხით იყავით ძირითადად დაკავებული. დიახ, და აი ჩემი ჩარიცხვისამ უფრო დედაჩემი იყო სწავლაზე ორიენტირებული, მისი აი სახლში არავინ არ იცოდა, მე გვიან ჩავაბარე. დიახ. აი საქართველოში მოგეხსენებათ როგორია სპორტული მდგომარეობა და ვერ მოხერხდა ჩემი გაგრძელება ამ კუთხით. და ჩავაბარე ძალიან შემთხვევით, აი არასდროს არ დამავიწყდება მე დედაჩემის სახე, როცა უთხარი რომ ჩავიდე სტუდენტი. აი გავხდი სტუდენტი. ეს იყო ჩემთვის აი ყველაფერი დიპლომი და ყველაფერი. აი ესეც ჟურნალისტიკა თვითონ მე არ ამშევია, ბევრი რაღაცები მქონდა ჩაწერილი და მოვხდი SDASU-ში დავით აღმაშენებელს. ანუ თქვენ უფრო როგორც ვატყობ, გინდოდათ რომ სპორტს გაყოლოდით და სპორტული ცხოვრება გაგეგრძელებინათ, მაგრამ არ გამოვიდეთ და აღმოჩნდით SDASU-ს უნივერსიტეტში, ასე რომ ვთქვათ. ზოგადად თუ შეიძლება მე ჩაგერთვებით სპორტი და სწავლა ერთდროულად არ არის მარტივი გააჩნია ჯერ სპორტში რა დონეზე ხარ, იმიტომ რომ მეც ვარ ყოფილი სპორტსმენი და მაქვს ამ კუთხით გამოცდილება. იყო ძალიან მაგარი სპორტსმენი თან საქართველოს პირობებში მოგხსენებათ. ჩვენ ძალიან გვინდა რომ საქართველოს ყველაზე მაგარი იყოს, მაგრამ ეს რეალურად ციდან ჩამოვარდნილები არც ერთი არა ვარ და ვხედავთ რა სიტუაციაც არის და სპორტიც და სწავლაც ერთდროულად მაღალ დონეზე ჩემი აზრით ძალიან რთულია და ეს შემთხვევა მამუკამაც მოგვიყონა ძალიან თვალნათელი. თქვენ ხა ეს თქვა კითხვას გაუსწარით, მე შეკითხვა გათვალისწინებული მქონდა თქვენ ბრძანდებით მაყურებელს ვეტყვი რომ ბატონი ირაკლი ჭითანავა არის საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში, ანუ სპორტული კუთხითაც რა თქმა უნდა შეგეკითხებით, მე მაინტერესებს რამდენად რთული იყო
იმ პერიოდში თქვენ სწავლასთან ერთად ასევე სპორტით იყავით დაკავებული და საკმაოდ წარმატებული კარიერაც კი აღმოჩნდა იმ პერიოდიდან გამომდინარე შეგვიძლია ასე შევაფასოთ. Რამდენად იყო ეს ადვილი? რამდენად შეგიშალათ თუ არ შეგიშალათ ხელიან ყველაფერმა სწავლის დროს? იცით რა არის? ადვილი არანაირად არ არის. ორი კურდღლის მომდევარი ყოველდღე ვიცით რომ ერთ-ერთს ვერ დაეჭერს ეს თემა, როცა სკოლაში დავდიოდი სკოლის პერიოდში მე მიწევდა ავტომატურ რეჟიმში შეკრებებზე წასვლა, შეჯიბრებზე წასვლა და ეს სწავლის პროცესში უკან ხევს. ან ზუსტად მაგას გავუსვი, ან ერთი უნდა ერჩიო, ან მეორე ადვილი ვფიქრობ რომ ძალიან რთული არის და ერთეულები თუ შეძლებენ, თუ ისინიც შეძლებენ რომ ორივე ერთად მაღალ დონეზე გააკეთონ. მე ვერ შევძელი სპორტით და სწავლა ერთმანეთისთვის შემეთხვევსებინა ის როგორც მინდოდა და გადავწყვიტე რომ სწავლისთვის მიმეყო ხელი და სპორტი გვერდზე გადავიდო. ამ ეტაპზე თქვენ მაინც უმაღლესი განათლება აირჩიეთ. პრინციპში ერთი კუთხით მისასალმებელიც არის. მოდით გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. შემდეგი საკითხი იქნება ესეთი, თქვენ დასუსში სწავლობთ და რამდენად აქვს ამ უნივერსიტეტს, რამდენად გაძლევთ ეს უნივერსიტეტის შესაძლებლობას, რომ სტაჟირება გაიაროთ, პრაქტიკა გაიაროთ თქვენ სფეროში უშუალოდ რა კუთხითაც ხართ ამ ეტაპზე დაკავებული სწავლით. კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან მოუთმენლად ველოდებოდი ამ კითხვას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სტუდენტური ტელევიზია, ჟურნალისტებისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, თორსა შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს არ ხარ შეზღუდული ნებისმიერ თემაზე აპოლიტიკური არის პოლიტიკის გარდა მინდა კონკრეტო შეგიძლია გააკეთო ყველაფერი რაც ჟურნალისტს ეხება ჩვენ გვაქვს რადიო ინტერნეტ მაუწყებლობთ და ნებისმიერი სტუდენტი ფაქტურად სტაჟირებას გადიხართ სტაჟირებას გავდივართ ფაქტურად და პრაქტიკას ვიღებთ ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეს მე მაინტერესებს მოგეხსენებათ რომ ყველას არ ეძლევა ხოლმე საშუალება სტაჟირების გავლის თუ პრაქტიკის გავლის უნივერსიტეტში და მე მაინტერესებს რამდენად ერთგვაროვანი გარემო არის თითოეულ სტუდენტისთვის თუ არის გამონაკლისები რომ წარჩინებულ სტუდენტებს ეძლევათ მხოლოდ საშუალება პრაქტიკის გავლის თუ უშუალოდ ყველას აქვს შესაძლებლობა არა ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან ძალიან ბევრი გვსმენია ეს იდეალურად განურჩევლად და ფაკულტეტისაც კი ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გააკეთოს რაიმე რეპორტაჟი ან რაღაცა და ის ჩვეულებრივად ჩვენს დასუტივის ეთერში გავიდეს. ამ ყოველმხრივ შეუზღუდავი ვართ ამ მიმართულებით. არის ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა მართლა ჩვენ. თქვენი აზრით მაინტერესებს ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ფიქრობთ სტაჟირების ხრი ამდენად უწყობს თქვენი უნივერსიტეტი ხელ სტუდენტებს და ახალგაზრდებს? ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა დასუსში, ჩვენი ტელევიზია ერთ-ერთი გამორჩეულია მე საქართველოში არც ერთ უნივერსიტეტს არ აქვს ტელევიზია, ის დასუსში არის ეს შესაძლებელი და ძალიან კარგია ბავშვები იღებენ მონაწილეობას, აკეთებენ სიუჟეტებს, გადაცემებს და ხელს უწყობს მათ განვითარებას პროფესიული კუთხით, პროფესიული თვალსაზრისით. მე ახლა უკვე მომდევნო შეკითხვაზე გადავალ ასევე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. პროფსასწავლებლებთან დაკავშირებით თქვენი აზრით უნდა არსებობდეს თუ არა პროფსასწავლებლები საქართველოში და რამდენად შეუწყობს ხელს ყოველივე ეს უმუშევრობის დაძლევას? ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება თქვენთან დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი თქვენ გადაცემის დასაწყისში ვეთქვით ქართული ტრადიციული მენტალობა და რაზე ვამახვილებ ჩვენ ქართველები ყურადღებას რომ გქონდეს დიპლომი უმაღლესი განათლების, რაც უპირველესი არის და ეს არის არ ვიცი სასურველი ყველასთვის. მაგრამ იცით რა არის ყველა ვერ იქნება მაღალი დონის დაუშვათ აკადემიკოსი ან პროფესორი. ყველა პროფესია საჭიროა, ამაზე დავა მე მგონი რომ არ შეიძლება ყველა პროფესია საჭირო და აუცილებელია გამომდინარე აქედან პროფესიული სასწავლებლები რა თქმა უნდა არსებობდეს ნებისმიერ შემთხვევაში და ადამიანებმა ჩვენ ქართველებმა ის გავითავისოთ რომ ჩვენ ვნახოთ ჩვენი თავი იქ სადაც ვართ კარგად დაუშვათ ვიღაცას რაღაცა შეუძლია ვიღაცა ჟურნალისტობა შეუძლია ვიღაცას რაღაცის გაკეთება შეუძლია ამას რომ გავაკეთებ და გავითავისებთ რომ უმაღლესის დიპლომი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ჩვენს ერს სასიკეთო წაადგება ვფიქრობ რამდენად არის საქართველოში ის მენტალიტეტი რომ ყველას უნდა გქონდეს დიპლომი და თითქოს აი სირცხვილიც კი არის რომ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი არ იქნეს ახალგაზრდას და ადამიანს. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად უწყობს ხელს ყოველივე ეს დასაქმებას თუ არის გარკვეული მაგალითები, როდესაც ადამიანს არ აქვს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, მაგრამ გაცილებით მაღალ ანაზღაურებად სამსახურში მუშაობს, ვიდრე დიპლომიანი ახალგაზრდები? ალბათ არის მსგავსი შემთხვევები. ალბათ არის მსგავსი შემთხვევებიც და იცით რა არის, ფიქრობ რომ ეს ტენდენცია
ცოტა უფრო ადრე იყოს ენიჭი რომ ყველას უნდა ქონოდა დიპლომი თორემ ის რაღაცა სხვაზე რაღაცით ნაკლები იყო მაგრამ ვფიქრობ რომ დღეის მდგომარეობით ხალხს ეს აზროვნება უკეთესობისკენ ეცვლება და თვლიან რომ პროფესიული განათლება ხშირ შემთხვევაში უფრო წარმატებულის და მომგებიანიც არის როგორც თქვენ ახსენეთ არის შემთხვევები როცა მას მისი პროფესიიდან გამომდინარე აქვს მეტი შემოსავალი მეტი ანაზღაურება ვიდრე დიპლომიანს და ხშირ შემთხვევაში ეს გასაკვირი არც უნდა იყოს თუ ის თავის საქმეს კარგად აკეთებს კონდეს მას ეს ანაზღაურება და შემოსავალი მგონი აქ ცუდი არაფერი არ არის მადლობთ ბატონო მამუკა თქვენთან მექნება შემდეგი შეკითხვა თვითმმართველობებთან დაკავშირებით მაინტერესებს მოგეხსენებათ ალბათ მაყურებლისთვისაც ცნობილია ის რომ სტუდენტების ცხოვრება მეტად არის დაკავშირებული თვითმმართველობებზე მათ აქტივობებზე ღონისძიებებზე და იმ პრაქტიკულ საქმიანობაზე რასაც ისინი ორგანიზებას უწევენ და შემდგომ უკვე სტუდენტები ერთვებიან მათ მიერ განხორციელებულ პროექტებზე ბატონო მამუკა თუ შეიძლება გვიპასუხეთ თქვენ უნივერსიტეტში თვითმმართველობაზე რას ფიქრობთ რამდენად აქტიურები არიან და განაპირობებენ მათი მოქმედებები სტუდენტების აქტივობას სტუდენტური ცხოვრების თვალსაზრისით. დიახ, ჩვენთანაც სანიმუშოდ არის ეს თვითმმართველობაც, აი აწყობთ უამრავ ღონისძიებებს, როგორც არის სიტყვა პოეზიის, საღამოების, სპორტული ღონისძიებები, სხვადასხვა ექსკურსიები, ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა დასულში, თვითმმართველობას არავინ არ უჩივის, მთავარია მონდომება და საქმის პროფესიონალიზმი, რასაც აი ჩვენი სტუდენტები ამჟღავნებენ ხოლმე თავიანთ საქმეში. თქვენ თუ ხართ უშუალოდ ჩართულნი, თქვენ პირადად ბატონო მამუკა, ან სპორტულ ღონისძიებებში, ან ლიტერატურულ შეხვედრებში თუ ესეთი რამე ტარდება, თქვენ უშუალოდ თუ იღებთ მონაწილეობას? აი ესეთი ღონისძიებები ტარდება დასულში. როგორც მითხარით, სპორტით იყავით დაკავებული, ფეხბურთით იყავით დაკავებული და უნივერსიტეტმა რა თუ მოგცათ შესაძლებლობა რომ გაგეგრძელებინათ მოყვარულის დონეზე მაინც აღნიშნული სფერო. გვაქვს ფუტზალი, ვთამაშობთ ფუტზალს. ანუ ჩატარდა დასულს ჩემპიონატი, სადაც გავიმარჯვეთ, მის ვიღებდი მონაწილეობას, ასევე მაგიდის ჩოგბურთში მივიღეთ მონაწილეობა, პოეზიის საღამოზე, მე ლექსესაც წერ რაღაც და არის შესაძლებლობა რომ შენი თავის წარმოჩენის დასულში ამ მხრივ კარგი მდგომარეობა. ბატონი მამუკა ლექსებს წერს, ის პოეტის სტატუსითაც ზის დღეს ჩვენს აუდიტორიაში. მე აუცილებლად შეგეკითხებით თქვენს პოეტურ სამყაროზე აუცილებლად გითხავთ, მანამდე გისმენთ რაღაცის თქმა გინდოდა. დიახ, მამუკაზე მინდოდა ორი სიტყვით რომ ძალიან კარგი პოეტია და ამ მხრივ საქართველოს მეც მაქვს ბედნიერება რომ ხშირად მომისმენია მისი წაკითხული ლექსებისთვის. ჩვენი უნივერსიტეტის თვითმმართველობა შეეხება ვფიქრობ რომ კარგ დონეზე არის სხვათა შორის ახლა იყო თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები სადაც მე ასევე ვეტყვი ჩვენს მაყურებელს რომ ბატონი ირაკლის და ბატონი მამუკაც არიან SDASUS თვითმმართველობის დელეგატები ხო სწორად ვამბობთ დელეგატები არიან და ისინი მეტად განავრცობენ ამ თემას და ჩემი აზრით მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან SDASUS მოღვაწეობის შესახებ ამ კუთხით ხო აღმოჩნდა რომ იყო არჩევნები სადაც ხიად ყოველმხრივი რაღაც გაუგებრობის გარეშე და გაყალბების გარეშე ავერჩიეთ ჩვენი პრეზიდენტი ვერსეული კანდიდატი ქრისტინე კაპანაძე და ჩვენ რაც შეგვეხება დელეგატებს გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ნებისმიერ თემაზე ნებისმიერ რაღაცაზე ჩვენი აზრი გამოთქვა და შემდეგ შევუდგეთ იმ ჩვენი ანუ ამ კუთხით თავისუფლება არის შეზღუდვები არ აქვს და არა მარტო დელეგატებს ხო თითოეულ შეუძლია მოვიდეს და გვითხრას თავისი აზრი და შემდეგ ჩვენ ეს რეალურად განვახორციელოთ ანუ თუ არის ესეთი შემთხვევები რომ აი მე პრობლემა გქონიათ რომელიმე სტუდენტებს და დელეგატების უშუალოდ თვითმმართველობის პრეზიდენტის ჩარევის შედეგად მოგვარებულა ამა თუ იმ სტუდენტის პრობლემა ყოფილა ესეთი შემთხვევა ჩემთან მიმართებაში მე საზღვარგარეთ ვიყავი და მაინტერესებდა როგორ შეიძლება და ფინალური გამოცდების ადრე ან გვიან ჩაბარება ჩამოსვლის შემდეგ ან წასვლამდე სადღაც საზღვარგარეთ წავედოდი და მიმართე თვითმმართველობის პრეზიდენტს დამარიგარ შევამომცადე შემდეგ მისი ჩევის და დარიგების შესაბამისად მიმართე დეკანატს და აი არჩევნები ახსენეთ მინდა ორივე მათგანს კითხოთ რამდენად მოდით ამ სიტყვას ვიხმარ რამდენად ლეგიტიმურად ტარდება SDASUS უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები და ყოფილა თუ არა შემთხვევა რომ ან გაეყალბებინოთ ან რამე ეგეთი მომენტი არანაირი ესეთი შემთხვევა არ ყოფილა როგორც ირაკლი მახსენა ეხალხანს ჩატარდა მონაწილეობა მიიღო ყველა სტუდენტმა მოკლედ ერთობლივი იმით ერთიანი აზრით ვირჩევთ დემოკრატიული სისტემა არის როგორც კი ძალიან გამჭვირვალე იყო ერთი ადამიანის ერთი სტუდენტის შენიშვნასაც კი ვიღებთ და თუ არ მოსწონს რა კი იყო რაღაცა გადახვევები ვიღაცას რაღაც არ მოიწონა თავისი აზრი თქვა უმრავლესობა თუ გაითვალისწინებდა იმას ისე იქნებოდა როგორც იმ ერთმა თქვა
ყოფილა ეს შემთხვევა რაღაც ხარვეზები თავისთავად როგორც ყველა სფეროში ისე ნორმალურად ჩატარდა. აი თქვენ გითხავთ ბატონო ირაკლი ბატონმა მამუკამ მეტნაკლებად უპასუხა ამ შეკითხვას. აი თქვენ ანუ გასაგებია რომ დელეგატი ბრძანდებით დასოს უნივერსიტეტის თვითმმართველობის, მაგრამ უშუალოდ მიგიღიათ თუ არა რომელიმე პროექტში მონაწილეობა ღონისძიებაში თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულში? დიახ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ვიღებ, როცა არის უეჭველა და არც ერთს არ გამოვაკლდები, იმიტომ რომ ეს მეტნაკლებად ჩემი სფერო არის და ამ სფეროში თავს კარგავს უნდა დიდი სიამოვნებით მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში. გარდა ამისა, ჩვენ ვატარებთ ექსკურსიებს, სადაც რა თქმა უნდა მონაწილეობ და მივდივართ კარგ ადგილებს ვინახულებ, მოვინახულებ და რა ვიცი, ვიმედოვნებ რომ ესე კარგად მომავალშიც გაგრძელდება. ეს ჩემი აზრით მეტად მნიშვნელოვანი არის ექსკურსიების ჩატარება უნივერსიტეტებში, რადგან მომავალი თაობა ინახულებს იმ წარსულ ადგილებს, ეს იქნება მონასტრები, ეკლესიები თუ სხვადასხვა კულტურული ძეგლები, რომელთა აღშენებაზე და მშენებლობაზე ჩვენ წინაპრებს არაერთი დიდი წელი მიუძღვნიათ მათი აშენებისთვის. საინტერესო არის ასევე თქვენი მოსაზრება საზღვარგარეთ სწავლებასთან დაკავშირებით. ბატონო მამუკა, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს აუცილებელია სტუდენტისთვის. ანუ არ უნდა იყოს შეზღუდული არც ერთი უნივერსიტეტიდან სტუდენტი, მთავარია იყოს თავის საქმის კიდევ ერთხელ აღნიშნავ პროფესიონალი და რომ განიმტკიცოს ეს თავისი საქმე და რომ მიაღწიოს ბევრს აუცილებელია სტაჟირება, რომ გაიაროს ან საზღვარგარეთ სწავლის მომხრე ბრძანდებით. და ხომ არ ფიქრობთ რომ მოდით ბატონ მამუკა ჩავეკითხები, ხომ არ ფიქრობთ რომ როდესაც სტუდენტი ამთავრებს უნივერსიტეტის მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად, უკვე ეგუება იმ პირობებს, რომელშიც ის აღმოჩნდება, ნუ თავის ქვეყანასთან განსხვავებით, ნუ სამწუხაროდ იქ უფრო კარგი პირობებია, ჩვენ ქვეყანაში არ არის ისეთი კარგი პირობები და აი ხომ არ ფიქრობთ რომ ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მასიურ გადინებას საზღვარგარეთ და საქართველოში შეგვექნება უკვე დემოგრაფიული პრობლემა ამ კუთხით. დიახ, არის ესეთი პრობლემაც არის რჩებიან და ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მე მგონია რომ არის პატრიოტი თუ ხარ, ის ადამიანი თუ ხარ, იქიდან კარგი უნდა აიღო, შენს ქვეყანას უნდა მოახმარო, აქ უნდა გააკეთო ის საქმე, რომ მივახციოთ ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ამ ხრივ განვითარებულია და წინ გვასწრებს ჩვენ და ჩვენს უნდა დავეწიოთ გავაკეთოთ ის კეთილი საქმე. არა მარტო ჩვენს თავს მივხედოთ, არამედ ქვეყანას პირველ რიგში. მე როგორც მივხვდი, თქვენი მოსაზრება არის, რომ სტუდენტი უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, ისწავლოს, მაგრამ ისევ დაუბრუნდეს თავის სამშობლოს, თავისი გამოცდილები და პრაქტიკული. სამშობლოს რომ მოახმაროს ეს ყოველივე რაც იქ შეიძინა, აიღო ის კარგი და ჩაიხუტებს გულში თავისი ქვეყანაში. საზღვარგარეთ განათლების გაგრძელებაზე რომ სტუდენტი საქართველოში არ ოცნებოდეს და არ სურდეს ესეთი შემთხვევის მიყარა, მე მგონი ძალიან გაგვიჭირდება ეს. ძალიან ეს რეალობა არის, თითქმის ალბათ ყველა სურს რომ სწავლა საზღვარგარეთ განაგრძოს, მაგრამ აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, გალბატონო ლიკა, ჩვენი გენოფონდი მიდის უცხოეთში, იქ ეგუება პირობებს, რომლებიც რეალურად და ბევრჯერ აღემატება სიკარგის მაჩვენებლი ჩვენს პირობებს, რაც გვაქვს, ეგუება და ხშირ შემთხვევაში სხვათა შორის არ უჩნდებათ ჩამოსვლის სურვილი და საქართველოში დაბრუნების სურვილი, რაც შეიძლება ძალიან სავალდო შედეგი დასრულდეს და არც არის გამორიცხული, მაგრამ მამუკამ სწორედ აღნიშნა, რომ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ თითოეული ჩვენგანი, ჩვენი ქვეყნის შემადგენელი და უმნიშვნელოვანესი წევრები ვართ და ჩვენი ცოდნა იქნება თუ ის პროფესიული სიკარგი, რაც იქ შევიძინეთ და დავაგროვეთ ჩვენს ქვეყანას, რომ მოახმაროთ მაგას თუ გავითავისებთ, მაგის პრობლემა არ იქნება არც გენოფონდის შემცირების და არც ის იქნება პრობლემა, რომ ყველა ჩვენგანი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობს. ეს საკითხი მე მგონი მოდით მე მაინც ჩაგეკითხებით, ანუ მოგეხსენებათ რომ ახალგაზრდა როდესაც საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად, ანუ 25 წლამდე ადამიანი არც ისე ასე ვთქვათ გამტკიცებული არის თავის ეროვნულ ღირებულებებში და აი თქვენი მოსაზრებით ორივე მათგანთან მექნება ერთი და იგივე შეკითხვა. კი, დაუშვათ ადამიანი წავიდა, ისწავლა ახალგაზრდამ საზღვარგარეთ, დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ ის დაბრუნებული ახალგაზრდა რამდენად არის მენტალიტეტ შეცვლილი და ყოველივე ეს დღევანდელ გლობალურ სამყაროში მოგეხსენებათ ეროვნული ღირებულებები მეტად აღრეული არის და აღარ ხდება ნაციონალური ინტერესების დაცვა. ბატონო მამუკა, თქვენი აზრი მაინტერესებს, ანუ იქიდან ჩამოსული ახალგაზრდას რამდენად აქვს შენარჩუნებული თავისი პატრიოტიზმი და თავისი ეროვნული ღირებულებები? ძალიან ძნელია ეს ასე განვიხილოთ, რადგან ეს ყველა ინდივიდები ვართ და ანუ შენი საკუთარი ქვეყნის სიყვარული, ერის სიყვარული და ეს
პატრიოტიზმი, რაც სულში გაქვს, ეს ვერაფერმა ვერ უნდა წაგართვას. ვიცი, რასაც მეკითხებით, ძალიან რთულია, როცა იქ ახალგაზრდა მიდის და არ აქვს ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული, მაგრამ აი გააკეთოს უნდა რახან ქართველია, რახანს ქართველი ქვია, რახანს არის ჩვენი სისხლის ის ყველაფერი უნდა არ ვიცი სიტყვებით როგორ თქვა, არ უნდა მოხდეს მისი დეგრადირება, თქვენი უნდა მიაღწიოს თვითონ იმას, რომ შეინარჩუნოს ეს თავი და ეს ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ქართველობას სჭირდება. უნდა გააკეთოს ეს. და თუ გადმოღება მოხდება, უნდა მოხდეს კარგის გადმოღება და არა ყოველდღე იმის, რაც ასე თქვა, დოგმატი არ უნდა იყოს, რაღაც უცხოური არის, გადმოვიღოთ და ქართულ რეალობაში. ეს ყველაფერი ეხლა ისე ვიძახი, რომ აქ რაღაცას ვახვედრებთ, ისეთ რაღაცა ჩვენ უნდა შევუქმნათ აქ ისეთი პირობები, რომ რაღაცნაირად ჩვენს ხელი უნდა შევუწყოთ ამ სტუდენტს. ისე რომ ის ჩამოდის და იქ ნასავ ჩვენს უნდა ძალიან ისე დავხვდეთ, ანუ ჩვენ ვიძახი სახელმწიფო ამ ხრივ უნდა იყოს მოტივირებული უფრო ისეთ ადამიანებს. რომ თუნდაც იმ სტუდენტების დაბრუნებაზე, რომელიც უცხოეთში იღებს განათლებას. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს შენარჩუნებული ეროვნული ღირებულებები უცხოეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს? ის მამუკამს ბატონო მამუკამს სწორად აღნიშნავს ლიტერატურა, რომ ყველანი ვართ ინდივიდები და ყველას აქვს საკუთარი აზრი და თქვენ თქვით ძალიან მნიშვნელოვანია, არ აქვს ის ეროვნული ღირებულებები და უშუალოდ ახალგაზრდა ადამიანს ისე ჩამოყალიბებული, როგორც უნდა ქონდეს. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ისე რომ ის სრულიად გადაეჩიოს ქართულ რეალობას, მოწყდეს და გაითქვიფოს ევროპულში ჩვენ ახლა რამდენიც არ უნდა ვიზახოდეთ ჩემი პირადი აზრია, რომ ბოლომდე ევროპელები ჩვენჯერ ვერ ავართ, იმიტომ რომ შეიძლება ბოლომდე ევროპელობა არც გვჭირდება. ჩვენ ვართ ისეთი ევროპელები, როგორიც ქართულობა შეეფერება და ვიღაცის მიბაძვა არც გვჭირდება, არაფრით მივბაძავთ მხოლოდ კარგში და ყველაფერი ჩვენ ევროპისგან აგვჭირდება. ძალიან კარგი თემა წამოჭერით მიმბაძველობასთან დაკავშირებით. ანუ რამდენად ახასიათებს ქართველ ერს მიმბაძველობისთვისება? ქართველ ერს ფიქრობ რომ ძალიან დიდი ხანია ეს რაღაც სცენის ჭირს ერთგვარი ჩვენ დღევანდელ ახალგაზრდობასაც ჩვენ თავს თუ შევხედავთ ქუჩაში დავინახავთ რომ ჩვენ ვართ მიმბაძველები ვიღაცას მივუბაძავთ მაგრამ ფაქტიურად ინდივიდუალიზმი იკარგება მიმბაძველობაში რაც ევროპელებს ხშირ შემთხვევაში ვთქვათ რომ შეინარჩუნეთ ეს რაც გააქვთ ეს არის უნიკალური რაღაცა რაც საქართველოში არის იმაში შევაწყოთ მირაკლის ბედიშის მოხდით სწორედ იმაში არის ევროპელობა ჩვენი და ქართულობა რაც უნდა შევინარჩუნოთ ეს ყოველივე აი თუ ეს ყოველივე ჩვენ იქიდან თქვენ კარგად თქვით კარგი უნდა ავიღოთ თორემ აი ყველაფრის არევა არ შეიძლება აქ ძალიან აღრევა არ უნდა მოხდეს უბრალოდ სუჩენებს მოიტანს მოდით ასე ვთქვათ უცხოეთში მყოფმა ქართველებმა არ გვიწყინონ რა თქმა უნდა არის ისეთი შემთხვევები და მე იმედი მაქვს რომ ეს უმეტესობას ეხება რომ პირიქით საქართველოსდან წასულ ქართველებს რომელების თუნდაც ბჭყალებში რო ვთქვათ ლუკვაპურის გულისთვის არიან საზღვარგარეთ წასულები მეტად უღვდებათ ეროვნული ღირებულებები და გაცილებით მეტადაც კი ცდილობენ დაიცვან და გააძლიერონ ის მენტალიტეტი და ის ისტორიული და გენეტიკური წარსული, რაც ქართველს უდევს გენეტიკურ კოდში. მოდით ამ კუთხით ეს საკითხი ჯერჯერობით დავხუროთ, მე ისე მინდა დაუბრუნდე სწავლებას, სწავლების ხარისხს საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არაერთი აქცია ჩატარებულა, რომ სტუდენტები უკმაყოფილონი არიან უმაღლეს სასწავლებლებში არსებული განათლების ხარისხით. ისინი მოითხოვენ განათლების ხარისხის მეტად გაძლიერებას, რათა ხელი შეუწყოს ყოველივე ამან მათ დასაქმებას და საზოგადოებაში თავიანთი თავის რეალიზებას. ბატონ მამუკას მინდა ვკითხო, შემდეგი შეკითხვა თქვენთან მექნება, ბატონო მამუკა, თქვენი აზრით საქართველოში არსებული განათლება რამდენად ხარისხიანი არის და ამდენად უწყობს სტუდენტს და ახალგაზრდას ხელს იმისათვის, რომ მან თავის რეალიზება მოახდენოს საზოგადოებაში და დასაქმდეს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. დიახ, ამ მხრივ ცოტა ცუდად გვაქვს საქმე. ჩვენ აი ძალიან ბევრი უნივერსიტეტია საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ სწავლების ხარისხით ამავდროულად არის ძალიან ისეთი ანუ სტუდენტს სჭირდება ძალიან მაღალი ხარისხის სწავლების ასევე სახელმწიფოს უნდა ჩაერთოს ამ ყველაფერში და ხელი შეუწყოს სტუდენტის დასაქმებას, ანუ ამ მხრივ განვითარებას გამორიცხულია სტუდენტის ისეთი სტუდენტის დასაქმება, რომელსაც არ აქვს არაფერი. თქვენ პირადად ხართ თუ არა კმაყოფილი სწავლების ხარისხით თქვენს უნივერსიტეტში? ჩვენს უნივერსიტეტში ვისაც სწავლა უნდა სწავლობს, მაგრამ კიდევ მეტის გაკეთება შეიძლება, რა თქმა უნდა. ანუ მეტი არის შესაძლებელი, რომ გააკეთოს შესაბამისმა და მე მგონი შეიძლება კიდევ უფრო უკეთესობისკენ. სწავლების ხარისხი ძალიან დიდია, თვითონ ლექტორებიც აი უნიკალური ადამიანები
არიან, მაგრამ ამ ყოველივესთან ერთად თვითონ სტუდენტიც უნდა იყოს მოტივირებული უნდა იყოს, რომ მეტად შეძლოს თავისი რეალიზება. ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ მიგაჩნიათ საქართველოში მიღებული განათლება რამდენად ეხმარება სტუდენტს სამსახურის დაწყებაში, რაც საქართველოში განათლების ხარისხი როცა ვსაუბრობთ, ისინი უნდა გავითვალისწინოთ წეგან რაც ვთქვით. ყველა ჩვენგანს უჩნდება საზღვარგარეთ განიმტკიცოს და ისწავლოს საზღვარგარეთ მიიღოს განათლება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ იქაურ განათლებასთან შედარებით ჩვენი განათლების ხარისხი არის დაბალი. ეს რეალურად ლოგიკურად ესე გამოდის. რაც შეიძლება იმით იყოს გამოწვეული, მაგრამ მახსენებთ წერან, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი უნივერსიტეტი, ეს ახლა ცუდად არ გამოგვივიდეს, არც ერთი არ ვარ და გლუარ სახელმწიფო სკოლები და უნივერსიტეტების რაოდენობა შევზღუდოთ ან ჩვენთვის არ იყოს მიღებული, მაგრამ რეალურად ეს ასე არის. აკრედიტაცია უნდა გამკაცრდეს, რომ სწავლის დონე ხარისხმა რა გამოიწვია თქვენი ასეთი დამოკიდებულება, ანუ თქვენ ეთყობა მკაცრად ხართ განწყობილი, ანუ არ ხართ კმაყოფილი გამოდის განათლების ხარისხით, ხო? ვიცით რა არის ჩემთვის მე ესე ვთვლი, რომ საქართველოში თუნდაც მთავრობა ჩემი აზრით ეს საქართველოში სტუდენტები გენოფონდი რომელიც არის საქართველოს მომავალი ისე ხშირ შემთხვევაში არ მოიაზრებიან საქართველოში ხშირად სტუდენტობა, სტუდენტური გადასახადი, სწავლის საფასური შეიძლება იყოს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო. ამას ეს არის ლოგიკური საქართველოში ყოველ ნაბიჯი არის უნივერსიტეტი, როცა ეს დიდ ქალაქებში ეს რეალურად არ არის, არ ვიცი. ანუ თქვენ მომხრეხართ რომ უნივერსიტეტების რაოდენობა შემცირდეს, თუ როგორ? მე მინდა რომ აკრედიტაცია გამკაცრდეს. და შესაბამისად ვთვლი, რომ ამის თანხლები მოვლენა ის იქნება, რომ სწავლის ხარისხი ამაღლდება. მე ესე ვთვლი და ვფიქრობ. თუ შემდეგ ეს მივიღებთ იმ შედეგს, რაც ჩვენთვის სასურველი არის და ყველა არ ვიფიქრებთ იქით შორს გაქცევაზე, იქ განათლების ხარისხის მიღებაზე და ჩვენ აქ ჩავთვლით ისე რომ აქაც ვიღებთ იმ განათლებას, რომელიც გვჭირდება, მაშინ იყოს ის უნივერსიტეტი თუ ისე მოხერხდა გამკაცრების შემდეგ თუ იმავე რაოდენობის უნივერსიტეტი დარჩეს, მაგის პრობლემა ვფიქრობ არ იქნება, მაგრამ გამკაცრებაში ანუ რომ ეს სტრუქტურას გულისხმობთ, ანუ განათლების სამინისტრო უნდა უახერხოს რა თქმა უნდა, მას ეკისრება ეს ვალდებულება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო მე ცოტამდე ამ ხრივ ირაკლის უნდა აი სახელმწიფო ძალიან ისე უნდა იყოს ჩართული, აი მართლაც ისე გამოდის თითქოს ფულის საშოვარზე გადმოსულებივით არის ბევრი აი რაღაც ახსენეთ ჩვენმა სტუმრებმა ახსენეს რომ ნუ თითქოს ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა რომ თქვენ არ მოგწონთ ასევე უნივერსიტეტში არსებული გადასახადი. ანუ მაშინ მე დავსვამ ესე შეკითხვას, ანუ საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენად შეესაბამება, მოდით უმაღლეს სასწავლებლებზე ვისაუბროთ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კუთხით. 2250 ლარი არის უმაღლესი სასწავლებლის თანხა, ხო, წელიწადში იხდის სტუდენტი განსაზღვრულ თანხას. ანუ რამდენად შეესაბამება ეს თანხა სწავლების ხარისხს? გააჩნია ეხლა საქართველოს მოგეხსენება თუ როგორი ქვეყანა არის, რამდენი ომი გადავიტანეთ, ჩვენ უამრავი დევნილი გვყავს, მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომელთაც გულით უნდათ სწავლა, მაგრამ ვერ ახერხებენ, ძალიან ისეთი გადასახადებია, მე მაგალითად გახლავართ აფხაზეთიდან დევნილი სოხუმელი ვარ სოციალურად დაუცველიც, მერია მიფინანსებს 1125 ლარს მირიცხავს, მაგრამ 3400 არის ჟურნალისტიკას დასწრში სასწავლებელი, რომლის დაფარვაც ძალიან ისე მიჭირს, უნდა ფიზიკურადაც ვიმუშაო, აქეთ ისწავლო. ამ ხრივ მოკლედ თვითონ დევნილთა სამინისტროს რომ ჩაერთოს ამ ყველაფერში. ანუ დევნილთა სამინისტრო არ არის ჩართული ამ კუთხით, ხო? არ არის ჩართული, მე მივმართე კიდეც ერთჯერად დახმარებებზეც, მაგრამ უარყოფითი პასუხი მომივიდა და ამ ხრივ ძალიან საწყენია. მოდით მე ჩავეკითხებით, ასევე მაინტერესებს, დასოში რამდენად უტყობენ ხელს სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, იგივე დევნილებს აი სწავლის გადასახადის გამო, მის გადაუხდელობის გამო რომ არ შეეწყო სტუდენტ სტატუსი. აი მე მაგალითად ეხლა შემექნა ძალიან ისეთი პრობლემები, არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რახან ჩამოვარდა, სიმართლე წინ არაფერი არ უდგას, აი შუალედური გამოცდები დამეწყო, მე ნახევარი გადახდილი მაქვს სწავლის, ანუ 1700 ლარი, დარჩენილი მქონდა 1700 ლარი, მერია მის მეორე ანუ 500 ლარს მირიცხავს ერთი პირველი სემესტრი, მეორე ინფორმაცია ალბათ ბევრს
კითხვა გაუჩნდება, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ზოგადად არის 2250, მაგრამ დასულში არის განსხვავებული. რამდენი არის კონკრეტულად? 3400 არის ჟურნალისტიკა. 3400, ისმის გააგზავნეთ. 500 ლარს ერთ სემესტრში ერიცხავს მერია, მეორე 500 ლარს მეორე სემესტრში ერიცხავს. ანუ ის მეორე დააგვიანდათ და მათ შეექმნათ პრობლემები, აქედან მეც შემექმნა პრობლემა, რომელიც არ ვიცი მე მოგვარდება არა, უნდა მოგვარდეს ეს თავისთავად, მაგრამ არ იყო ისეთი ხელშეწყობა მაგალითად. ანუ ეს უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაზე გაქვთ საუბარი. ადმინისტრაციიდან კი, დიახ. რომ ჩემთვის ახლა შუალედური გამოცდები გამისდა ამის გამო და აი თანხის გადაუხდომების გამო. თუნდაც დიახ, აი ერთი თვე იყოს ერთი კვირა რომ მოგცენ შეღავათი, ამ ხრივ შემექნა პრობლემა მე პირადად. ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, როდესაც გადაუხდელობის გამო სტუდენტი არის მოტივირებული, რომ ისწავლოს. ანუ მე იზღა დამჩენოდა რომ შემეწყვიტა დროებით ჩემი სტატუსი, მაგრამ რაღაცას ახლა ანუ განცხადების ფონზე არ იყო შესაძლებელი რომ ერთი კვირიდან ერთი თვით გადაეწიათ. ვერ მოხერხდა ესეთი რაღაც. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი არის. მოდით გადავიდეთ დასაქმების პრობლემატიკაზე, მოგეხსენებათ საქართველოში ახალგაზრდებს, ნუ არა მარტო ახალგაზრდებში, მაგრამ ჩვენი გადაცემიდან გამომდინარე, ჩვენ ამ შემთხვევაში ახალგაზრდებზე გვაქვს მხოლოდ აქცენტი გაკეთებული, მეტად მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა, დასაქმება ახალგაზრდებში, ნუ თითქმის არ არის ამ კუთხით ძვრები არ შეინიშნება სამწუხაროდ. ნუ სტუდენტს პარალელურ რეჟიმში სჭირდება, აი თუნდაც როგორც ბატონი მამუკა შემთხვევაში იყო, რომ მუშაობდეთ თქვენ პარალელურ რეჟიმში, შეძლებდით ხომ თქვენი თანხის გადახდა, ამ შემთხვევაში არ მოყვებოდა ამ ყველაფრის სტატუსის შეჩერება და ასე შემდეგ. ნუ ეს პრობლემა რაც უნდა ვთქვათ, დგას ჩვენ ქვეყანაში დასაქმების პრობლემა, ნუ ჯერჯერობით სამწუხაროდ ამის გადაჭრის გზები არ ჩანს, ნუ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობა და შესაბამისი სტრუქტურები შეძლებენ აღნიშნულ პრობლემის დარეგულირებას და მე მინდა ასევე ჩემ სტუმრებს შევეკითხო თქვენი მოსაზრება მოვისმინო ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მწვავეა ეს პრობლემა საქართველოში, თუ გარკვეული ადამიანების და ჯგუფების მიმართ გაბუქებული არის? ქალბატონო ლიკა, ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი ტყივილი, რომ დასაქმება. ეს ყოველთვის ძალიან დიდი ხანია ეს ასეა. ეს მხოლოდ სტუდენტებში ხო მით უმეტეს ისინი სწავლობენ და შეიძლება სწავლის გამო დრო არ რჩება და ვერ ახერხებენ პარალელურ რეჟიმში მუშაობას და ძალიან იშვიათობა ისე რომ სტუდენტი თავისი პროფესიით უკვე მეორე ან მესამე კურსზე უკვე მუშაობს, არის ძალიან იშვიათი შემთხვევა, შემთხვევაში ისინი მუშაობენ მაღაზიებში, სხვადასხვა საწარმოებში თუ, მაგრამ ისიც იშვიათობაა და ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი ფაქტია, როცა სტუდენტი მუშაობს, თან სწავლობს, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათობა. მე თუ შეიძლება წინა კითხვასაც მინდა მეუბრუნდე თქვენის ნებართვით, საქართველოში ძალიან ხშირად ისმის ეს ფრაზა ბაკალავრიატის ფარგლებში ვიღებ თუ არა იმ დონის განათლებას, რა გადასახადსაც ვიღებ. ან ეს საერთოდ როგორ უნდა განისაზღვროს? ხო, ეს ისეთი თემა არის, ცოტა ისეთი. ესეც ინდივიდია და შენ სწავლაში რა ინვესტიციასაც დებ ის განათლებაში ის რაც არ უნდა იყოს ალბათ მოვა ის დრო რომ შენი მაგას 10 წილად და 1000 წილად უკან მიიღებ, მაგრამ ერთი ფაქტიც არის გასათვალისწინებელი. საქართველოში დაუშვათ არის სახელმწიფო გადასახადი განათლების დარგში 2250, როცა გერმანიაში, როცა ჩვენ თითქმის საქართველოს სტუდენტების უმრავლესი ნაწილი მაგისტრატურის დასამთავრებლად მიდის გერმანიაში, სემესტრულად არის გადასახადი, ალბათ მოგეხსენებათ და გაცილებით უფრო ნაკლებია და ვიღებ თუ არა შესაბამისი დონის განათლებას ეს საქმეა. ამ საკითხი ჩამოაგდეთ, რომ გერმანიაში გაცილებით მეტია ადამიანთა სოციალური მდგომარეობა, მეტი გაუმჯობესებული არის საქართველოში და ეს ძალიან აი სწორედ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომ საქართველოში არის ძალიან აი სიღარიბის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველა ანუ თქვენ პირადად ბატონო მამუკა რა გესახებათ გზად აი სათხედავთ გზას რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას ანუ ყველა სამინისტრო უნდა დაუდგეს თუნდაც სტუდენტს თუნდაც იმათ გვერდში რომ ეს აღმოფხვრას თორე თვითონ ეხლა ეს შესაძლებელია ინდივიდები აი მე ვერაფერს ვერ ვიზამ ამ შემთხვევაში არ არის ისეთი რაღაცა მე არაფერზე უარს არ ვიტყვი რომ დავფარო ჩემი გადასახადი ფიზიკურადაც მუშაობ მაგრამ ეს არ ყოფნის ამ ყველაფერს უნდა უდგეს რა ყველა ისეთ სტუდენტს ვინც არის მონდომებული ვინც სწავლაზეა თავგადადებული აი თუნდაც აფხაზეთის სამინისტრო თუნდაც სოციალური აი არის სხვათა შორის თვითონ სტუდენტიც ძალიან მოტივირებული უნდა იყოს რომ
ყველაფერი შეძლოს ყველაფერში გულისხმობ პარალელურ რეჟიმში სწავლას და მუშაობას. დაუშვათ ჩვენი სფერო არის ჟურნალისტიკა, სადაც ისეთი კონკურენციაა, რომ მედია სივრცეში ნემს ვერ ჩაგდებ ისეთი საკმაოდ კონკურენტული ძალიან პოპულარული ის პროფესია არის და თვითონ სტუდენტი უნდა იყოს ძალიან მოტივირებული, ძალიან მშრომელი და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაღაც პოპულარ პროფესიებს შეეხეთ. მე თქვენი აზრი მაინტერესებს. რომელია დღესდღეობით საქართველოში პოპულარული პროფესიები, თქვენ როგორ ფიქრობთ? ანუ სად არის ყველაზე დიდი კონკურენცია? თუნდაც ჩაბარების ჩემი პროფესია არის პოპულარული, ჟურნალისტიკაზე მაქვს ლაპარაკი, ასევე ეკონომიური ფაკულტეტი არის ძალიან პოპულარული, ტურიზმი შეიძლება ამ თვე გადიოდეს, იურიდიული და აქ უკვე მოთხოვნადი ფაკულტეტები ცალკე რჩება ძალიან ცუდად. ახალგაზრდების ძალიან დიდი ნაწილი იქითკენ მიილტვის ჩემი სამადობის შემიძლია ჩემის მეშვეები დავიწყო, იმიტომ რომ მეც ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. ძალიან დიდი ნაწილი ეს პოპულარულ ფაკულტეტებზე დიდი ნაწილი მოდის და ის ადგილები, როცა მოთხოვნადი არის, ფაქტურად თავისუფალი რჩება და ამის ნათელი მაგალითი არის ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტი, თითქმის სარიელი არის ქუთაისში და აქაც არ მგონია რომ ბოლომდე იყო შევსებული. კი, ეგ ფაქტები არის, აი ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ფაკულტეტები, რომელიც აბსოლუტურად სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ესეც უნდა აღვნიშნოთ, მარტო კრიტიკა რო არ გამოვიდეს. სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება ისეთი მოთხოვნადი ფაკულტეტები, როგორიც არის ტექნიკური განხრით, რაც არის. დღესდღეობით ეს იქნება ინჟინერის პროფესია თუ არქიტექტურა თუ ასე შემდეგ, მეტად მოთხოვნადი არის და სამწუხაროდ აქამდე არ იყო იმდენად ახალგაზრდების აქტიურობა და მე როგორც მონაცემები მივიღებ, დღესდღეობით უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა სტუდენტების მხრიდან და მომავალი თაობის მხრიდან. ნელ-ნელა ალბათ ეს მენტალიტეტის დაიხვეწება და სტუდენტები მეტად ყურადღებას მიაქცევენ არა მხოლოდ პოპულარულ პროფესიებს და ასე ვთქვათ, მოდურ პროფესიებს ჭყალებში რო ვთქვათ, არამედ იმ პროფესიებსაც, რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვადასხვა განვითარების მიზნით. საჭირო და აუცილებელი ძალიან გამართლებული ნაბიჯი გადადგა, რომ მსგავსი პროფესიები სრულად დააფინანსა და მის ახალგაზრდებს იმის საშუალებას სრულიად უფასოდ ოღონდ ისწავლეთ. დიახ. და სრულიად აფინანსებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ არის შევსებული და როგორც თქვენ ბრძანეთ, უკვე ინტერესი მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ გვეცვლება რაღაცებზე სწორად აზროვნება და ძალიან კარგია, ძალიან კარგია. თავარია შენი საქმის პროფესიონალი იყო, გახდე, ყველა ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს ეს აი უმუშევრობას მინდა ისე რომ დაუბრუნდეთ, აი თქვენი აზრით ბატონმა მომკამ ახსენა რომ ყველა სტრუქტურა უნდა ჩაერთოს და ყველა სამინისტრო ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაარეგულიროს ამ პრობლემის გადაწყვეტა. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო ირაკლი, კონკრეტულად რომელიმე სტრუქტურამ უნდა აიღოს ახალგაზრდების დასაქმება თავიანთ თავზე, რაღაც ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას თუ როგორ გესახებათ მიზნად? ყველა სამინისტროს უნდა ქონდეს თავისი დასაქმების რაღაც პროგრამა, იმიტომ რომ ყველას სჭირდება მომავალი და იმ სფეროში რომ გათვითცინებებული და პროფესიონალი ჩამოყალიბდეს, ყველა სამინისტროს უნდა ქონდეს. მე ასე მგონია და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, თვითონ ახალგაზრდა უნდა იყოს ძალიან მოტივირებული, ძალიან მოტივირებული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სახელმწიფომ რაც არ უნდა პირობა არ უნდა შეიქმნას თუ ადამიანი თვითონ არ იქნება მონდომებული, მე ვთვლი რომ არანაირი აზრი არ აქვს. ანუ მაინც დავდივართ რომ ინდივიდის მონდომებაზე არის დამოკიდებული. მე ასე მგონია, ინდივიდის დამოკიდებულება უფრო მეტწილად და სახელმწიფოს მხრიდან თუ ხარდაჭერა წამოვა მადლობთ, აი ბატონმა მოკაც მინდა ასევე დავუსაკითხო, თქვენი აზრით რომელია დღესდღეობით პოპულარული პროფესიები, რომელსაც იმიტომ ირჩევს მხოლოდ სტუდენტი, რომ უბრალოდ მოდური არის საქართველოში? ესეც ინდივიდუალურია, ყველას თავისი რაღაცა აქვს, მაგრამ პროფესიონალური როგორც ირაკლი მაგნიშნა, ეს არის ჟურნალისტიკა თავისთავად, შემდეგ იურიდიული ფაკულტეტები, ეკონომიური, რომელსაც უფრო აბარებენ და მე მგონი ყველა აი არ უნდა იყოს ესე ყველას თავისი ის აქვს და ეხლა ვერ დააძალებს სტუდენტს რომ გინდა თუ არა ინჟინერი. მაგრამ მე მგონი გარკვეული წახალისება არის იმ კუთხით რაღაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო ტექნიკური განხრით პროფესიებს, ვფიქრობ რომ დიდი წახალისება არის სტუდენტებისთვის და რომელიც თუნდაც სოციალურ დაუცველებით არის ან არ აქვს შესაბამისი თანხა იმისათვის რომ მისწავლოს და სწავლის თანხა დაფაროს, ნუ ამ კუთხით შესაძლებელია რომ მიიზიდოს. ეხლა თეიდაშვილია ჩემი გოგონა, რომელიც აი არ ვიცი რამდენი წელი არის სამედიცინოზე სწავლობა, მაგრამ ბავშვობიდან ის უნდა და გინდა თუ არა ვერ გადაათქმევინებ მაგას. შეიძლება 6 წელი, 10 წელი ისწავლოს, მაგრამ მაგას ეს უნდა და ანუ შინაგანი განწყობაც არის, რა თქმა უნდა, სტუდენტის რომ პროფესიონალიზმი რა თქმა უნდა ეს არის რაც გინდა იმას გულით რომ აკეთებ. ძალიან კარგია. მე ახლა მინდა რომ გადავიდეთ ცოტა ესეთ თემაზე, ან თავისუფალ დროს მინდა შევეხო. ნუ მართალია, ნუ
დღესდღეობით საქართველოში ცოტა ესეთი საკითხი, მაგრამ მოდით მაინც დავსვათ ეს შეკითხვა. მე მაინტერესებს ჩემი სტუმრების მოსაზრება თუ როგორ ატარებენ ისინი თავისუფალ დროს და აი როგორ ხედავთ თქვენი აზრით, თქვენი თვალსაჩინარიდან ქართლის ახალგაზრდები, სტუდენტები თავისუფალ დროს სად ატარებენ, როგორ ერთობიან თუ როგორ ასე ვთქვათ იღდგენენ ენერგიას ხვალინდელი დღისთვის სწავლაში გასაგრძელებლად თუ სამუშაოსთვის? ვფიქრობ, დიდი ნაწილი არასწორად იღდგენს ამ ენერგიას, როგორც თქვენ აღნიშნეთ. რას ნიშნავს არასწორად იღდგენს ენერგიას? გეტყვით, ახლავე მოგახსენებთ, არსებობს საქართველოში, ზოგადად ახალგაზრდა და მით უმეტეს საქართველოში, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებს ინტერნეტ სივრცეში. ეს ძალიან სერიოზული პრობლემა გამოჩენილი. ძალიან დიდი პრობლემაა, ზუსტად ეს არის არასწორი დროის ხარჯვა. არასწორი დროის ხარჯვა არის. მე ესე ვთვლი სტუდენტებიც, მეც პირადად ძალიან დიდ დროს მართმევს, მე ვაძლევ Facebook-ს იმ დროს. დიახ, რა თქმა უნდა, ეს რეალობა არის. მოდით ახლა აი შეგეწინააღმდეგებით ერთ რაღაცაში, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სტუდენტები, ახალგაზრდები Facebook-ით არიან დაკავებულნი, ანუ ვიღაცებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ყველაფერში ხო ჩვენც ვიგულისხმებით, ჩვენც ჩვენივრად მივხვდებით ხოლმე ვაძლევ ჩემს დროს არ მართმევს, ჩემინებით ვაძლევ Facebook-ს. მე ვერ დაგეთახმოთ ამ ყველაფერში. თქვენ ანუ არ გაინტერესებთ ინტერნეტ სივრცე? როგორ არ მაინტერესებს? მეც მაინტერესებს ინტერნეტ სივრცე, მაგრამ აქ თავისუფალ დროს როცა ეხება და დასვენება მრავალნაირი არსებობს, მეგობრებთან ერთად ეხლა ფეხბურთის თამაში მე არაფერი არ მრჩევნია. თქვენ პოეტი ბრანდები და მოდი თუ შეიძლება გაგვიშიფრეთ აი ეგ მხრივ პოეტის თვალით დანახული თავისუფალი დრო თუ შეიძლება ჩვენ მაყურებელსაც რაც შეეხება ძალიან ისეთ დიდი ნათქვამია ჩემთან მიმართებაში, მე მაქვს საკმაოდ ბევრი ლექსი, მაგრამ ეს ყველაფერი დავიწყე მის მერე რა სპორტი მივატოვე, შემდეგ ლექსების წერა დავიწყე. წაგიკითხავთ ლექსს თუ შეგიძლიათ რომ სიამოვნებით წაგიკითხავთ ლექსსაც. ძირითადად რა თემატიკაზე ჩემი გულისწყვილი არის ჩემი მხარე, ჩემი აფხაზეთი, ანუ ჩემი საქართველო, აფხაზეთი ერთ-ერთი კუთხე რომ აი ოჯახში ეხლა შვილი რომ დაგაკლდეს ისეთია ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი აფხაზეთი და სამაჩაბლო. ანუ ჩემი გულისწყვილი უფრო ამ მხრივ არის საქართველოსზე. ანუ უფრო პატრიოტული მოტივით გაქვს ლექსი. პატრიოტული და თითქმის ყველა ლექსი ჩემი არის სადღაც ღამის საათებში დაწერილი. ეს მუზა როცა მოდის, როგორც ხდება ხოლმე. აი თუ შეგიძლიათ აკვიკითხეთ, აი თუ წინააღმდეგი არ ხარ. არანაირად არ ვიქნები წინააღმდეგი, მე მოგიყვებით, მაშინ ჩემს პატარა ისტორია არის ეს ჩემი თუ როგორ გადმოვედი და როგორ დავტოვე მე ის მხარე, ეს ძალიან ანუ ძნელად სათქმელი ლექსია ჩემთვის, მაგრამ ეს არის მძიმე გზა აფხაზეთიდან სამეგრელომდე. დილა გათენდა ჩემთვის ურიგო, 7 ცხოვრება ტანჯვამ შეცვალა. ომი დაიწყო ჩემს ლამას ქალაქს, ტყვით არბევდნენ ჩინიანს დალაქს, ჩვენი სახლები თვალწინ იწოდა, ძიმე ცხოვრება წინ მიგვიძღოდა. წარუშლელია ის ბოლო კადრი, მიტოვებული დამწვარი სახლი. ტყვის წვიმაში სოხუმს ტოვებდით, მშობლების გვერდით ჩვენ ორნი ძმანი, ნათესავებით შევგროვდით ერთად, ყველას თვალებში ცრემლები ედგათ, ყველა ტოვებდა ბუდეს საკუთარს, ყველა ტოვებდა ნაღვაწლს, ნაოფლარს. ძიმია ხვედრი, ეს წარე ხვედრი, ჩვენი ცხოვრების განვლილი წლები. გეზი ავიღეთ სამეგრელოსკენ, წინ ბარიერი გოლოდა ბევრი, სვანეთის მთები, ხიფათი გზები, ჩვენ დაგვრჩენოდა რწმენა იმედი. სვანეთში ბევრი თბილად ხვდებოდა, ვის რა შეეძლო ისე გშველოდა, ახლაც კი მახსოვს იმ ვაშლის გემო, მან რომ მაჩოქა და სხვებსაც ერგო. 3 წლის ბავშვი ვიყავი მაშინ, არ დამიკარგავს მადლობის ფასი. მადლობა მithქვამს და მის თვალებში დაუნახიათ სპეტაკი ცრემლი, კეთილი ცრემლი მადლიერების. სვანეთშიც ბევრმა აღარ დაგვინდო, დაგვაყაჩაღეს, გაგვძარცვეს, გლანძღეს, ტყვიაც გვესროლეს, დაღად დაგვასვეს, ჩვენს დაჭრილ გულებს აღარ უყურეს, 30 ვერცხლად გაყიდნენ სულებს. ვაი ისეთ კაცს, მით ისეთ ქართველს, ვინც გაჭირვებულს აგემებს ასეც, დედის გუნკერში ძლიერ ჩაკროლმან. ასე ვიარეთ 9 დღე და ღამე, მადლობა უფალს სიცოცხლისათვის, იმ გადარჩენილ წარე დღისათვის. უღმესი მადლობა, თქვენ ძალიან მტკივნეული საკითხი წამოჭერით. თქვენ ფაქტობრივად ლექსი დაგვანახეთ აფხაზეთიდან წამოსული ადამიანების ცხოვრება, რაც ურთულესი პერიოდი იყო
და ეს ძალიან მტკივნეული საკითხი, ამი აღარ მინდა მეტად გავშიფროთ ეს საკითხი. მე შევეცდები რომ მომავალში არაერთი ეთერი მიუძღვნა ამ საკითხს. უღმესი მადლობა ასეთი შესანიშნავი ლექსისთვის. ნუ ესე შეგვიძლია რომ გიწოდოთ პოეტი. ეს თავდაბლობით გითხრა რომ პოეტი არ მიწოდოთ ანიშნ. მე ვფიქრობ რომ შეგვიძლია რომ მომკვა გაბელიას ვუწოდოთ პოეტი. დიდი მადლობა. საქართველოს უსურვოთ რომ ის საფხაზეთი ძალიან. ნამდვილად მე უსურვებდი ახალგაზრდებს რომ აი ჩვენ თაობას უახლოეს მომავალში ქონდეს ის ბედნიერება რომ აფხაზეთის შეხვედროდეს არაერთ დღესასწაულს თუ იქ მოგვეწყოს ჩვენ იქ მოგვეწყოს აფხაზებს ჩვენთან მოეწყოს სხვადასხვა ღონისძიებები სპორტული შეჯიბრებები თუ ასე შემდეგ და ჩვენ მეგობრულად და სიყვარულით შევჯიბრებოდეთ ერთმანეთს უღმესი მადლობა ამ თემის წამოწევისთვის დიდი სიამოვნებით დაგვატიჟებდით აფხაზეთში გაიხარეთ უღმესი მადლობა მე კიდევ თქვენ განსაკუთრებით გისურვებთ იქედან დევნილი ბრძანდებით რომ უახლოეს მომავალში თქვენი კერა იხილოთ და ალბათ როგორც ვფიქრობ თქვენი პატრიოტული სკოთებიდან გამომდინარე სიამოვნებით იცხოვრებდით თქვენ ერთი ხერო იყოს ჩემი სახლის წინ აი იქ ცხოვრება მირჩევნია მე აქ ცხოვრებას ის არის ჩემი მე იქ დავიბადე ის ჩემშია ჩემს სულში მე სოხომის სუნი ეხლაც აი ძალიან ისეთი ამას ენით ვერ აღწერ 3 წლის ვიყავი მაგრამ ის ბაღში ის გზა სადაც გავყავდით სადაც მივყავდით ის ეხლაც მახსოვს და რაც არ უნდა დიდი ტკივილი არა მარტო დევნილებისთვის დიდი ტკივილია აი საქართველოსთვის ეს ტკივილი და მე მინდა კიდევ ერთი კუპლეტი წაგიკითხოთ ამ ტკივილთან დაკავშირებით ნაღოლიანი ხარ საქართველო ვატყობ შენს თვალებს შენ გულისცემას ვერაყოლებ ენგურს და ჭოროხს დედას მოწყვეტილ შვილებს გლოვობ ჩემო სამშობლო შემოსტირი ხარ შენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს კავკასიონი გადმუყურებს როგორც არწივი ვერ ეგუება შენს დარდიან გულის ფეთქებას და მოგიწოდებს რომ გაიმართო მხრებში ბერ მოხალ უფლის იმედით საქართველო კვლავ გაბრწყინდება გაბრწყინებულ და გაერთიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენ აი გასულ სტუდენტების სტატუსით ყავს ეს ხალხი დღეს მოწვეული და თუმცა ახლა პოეტი მჯდარა ჩვენთან ერთად და არა მშვიდ პოეტი, არამედ კარგი პოეტი უნდა ვქნათ. მადლობა. გაიხარეთ. მადლობთ თქვენი მოსაზრების და თქვენი შინაგანი ემოციის გაზიარებისთვის ეს მე და ტკივნეული საკითხი კიდევ ერთხელ აღნიშნავ და ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში დარეგულირდება უფლის შეწამით და თითოეული ჩვენგანის მონდომებით. ბატონო ირაკლი, მოდით აი ჩვენ შეკითხვას დავუბრუნდეთ ისევ, ანუ ქართველი ახალგაზრდები მაინც თქვენი აზრით, ანუ გასაგებია რომ თქვენ არ მოგწონთ ეს Facebook-ის ინტერნეტში, მაგრამ მოგწონთ, მაგრამ დროს რომ გართვეთ ეს არ მოგწონთ, როგორც მივხვდი. ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რა არის ალტერნატივა ჯანსაღი ცხოვრება სპორტსმენი ბრძანდებით ალბათ მომავალ თაობას და ჩვენს ტელემაყურებელს ურჩევთ რომ აი ინტერნეტის მაგივრად ამ კუთხით დაკავდეს და თუ შეიძლება უფრო გაავრცეთ თქვენი მოსაზრება რომ როგორ ისურვებდით რომ მომავალ თაობამ როგორ გაატაროს თავისუფალი დრო. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით მინდა ამ თემას შევეხო, იმიტომ რომ დღეს მე მაქვს სოფელი დასავლეთში, სადაც ბავშვობაში ბურთი მითამაშია, ძალიან სტადიონი მოედანი იყო გადავსდა. დღეს ბავშვები ფაქტობრივად არ თამაშობენ, არ გამოდიან გარეთ, ყველა ჩაკეტილია, ყველა რაღაცას აკეთებს, თუნდაც Facebook-ზე ან სხვა საიტებზე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. არა, უამრავი თამაშიც არის ვირტუალური. ხო, ვირტუალური თამაში, ხო, ვირტუალური თამაშები ძალიან ბევრი არის, რითაც ბავშვები არიან დაკავებული და რეალურად სახლიდან არ გამოდიან ეს ურთიერთობასაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის და აბკოლებს იმ მეზობლობას, მეგობრობას, რომელიც იქ ყალიბდება, რა ვიცი, ისეთი მეგობარი ალბათ არ ეყოლება ბავშვების მეგობარი, რაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და უსაუბრობ სწორად დროის გამოყენება თვითონ ადამიანმა უნდა შეძლოს და ეს ხომ არ ფიქრობთ რომ აი მოზარდთაობას ახლა ნუ გასაგებია რომ 18-19 წლის ახალგაზრდას მშობლები ვერ უბრძანებენ როგორ უნდა მოიქცეს მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ აი პატარაობის ასაკიდან ოჯახმა უნდა შეუწყოს თვითონ ხელი რომ ბავშვმა მოზარდმა მეტად ისწავლოს დროის განაწილება სწორად. თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, მე გეთანხმები თამაში უნდა გაანაწილოს ეს ოჯახზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული თუ როგორ იზრდება, როგორ რაღაცა, მაგრამ აი დღეს 21 საუკუნეში ეს პრობლემა ძალიან კაფიოდ დგას და მე ჩემს საახლობლოში, ჩემს სანათესაოშიც არის ის, რომ ბავშვებს ვერ ვაშორებთ ამ ვირტუალურ თამაშებს რაღაცა, რაც არ უნდა მე უთხრა, აუხსნა, კი შეიძლება დაგიჯეროს
ერთი ნახევარი საათით, 1 საათით, მაგრამ მაინც ვერ შორდება ირაკლი. მოჯადოებული სივრცე შეიქმნეს. რაღაც ძალიან ცუდია და ეს არის საგანგაშო ჩემი აზრით. რაღაც სხვანაირად უნდა გადავხდოთ, როგორც თქვენ თქვით, უნდა ჩავერთოთ ყველანი მთელი ოჯახი ამ პროცესში და რაღაცნაირად ან თუნდაც ირაკლი მსოფელი აღნიშნა და სოფელში მეც წალენჯიხაში ვიზრდებოდი. ბავშვობაში თევზს დაობდი, ძალიან მიყვარდა ეს რაღაც ნადირობა, რაღაც სხვანაირი რაღაცა ეს ბიჭებისთვის, მაგრამ გოგოებიც აი გარეთ თამაშს ბავშვისთვის არ აქვს, ანუ ამაზე უკეთესი არ არსებობს. შემცვლელი არ შეიძლება რა თქმა უნდა ინტერნეტში ვეძიოთ. სუფთა ჰაერი ბავშვჭირდება და როცა ერთ ადგილზე კომპიუტერთან თან არა, რატო ლეპტოპებით და სხვადასხვა საშუალებებით სუფთა ჰაერზე ჩვენი βρად მოკალათდებიან ხოლმე და იქედან ეგ აზრი ჯობია, ეგ აცი. მე არ მინახავს ბავშვი გარეთ რო თამაშობს და შეიძლება ითქვას რომ ამ ხრივად ცოტა წინ მივიცეთ ჩვენს ადრენდი თაობაში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საქართველოში თუ რამდენად მძიმე თემა იყო ნარკომანია და მით უმეტეს ისეთ ქალაქებში როგორც თბილისი, ნუ საქართველოს დიდი ქალაქები. ამ ხრივ შედარებით გამოკეთდა ეს მდგომარეობა და Facebook-ი ნამდვილად ჯობს ნარკომანიას ამაზე შეიძლება და თავისუფალი დრო, რა თქმა უნდა, ყველა ახალგაზრდას მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით ახლა რომ ნარკომანია Facebook-მა და ინტერნეტში სივრცემ განკურნა, ეს მეორე ნარკოტიკია ფაქტიურად, რომელზეც უშუალოდ დამოკიდებული ხდება ახალგაზრდა. შეიძლება ერთ-ერთი ძალიან უარესიც უწოდო, როცა უარესი იმიტომ ვიძახი, რომ ეს არის ბავშვთან, გესმით, აი ბავშვის ფსიქიკაზე. აი ამ შემთხვევაში მე პირადად ჩემს აზრებას მოგახსენებთ, ეს უკვე მშობლის პრეროგატივა არის, მშობელმა და ოჯახმა უნდა შეუწყოს ხელი, რომ არ მოხდეს 24 საათის განმავლობაში მოზარდის და მით უმეტეს ბავშვის მიჯაჭვა ინტერნეტ სივრცეზე, რაც არა მარტო აქვეითებს მეხსიერებას, გონებას, არამედ ყოველნაირ დეგრადაციისკენ მიდის. მაგრამ რა თქმა უნდა, ინტერნეტი აუცილებელი არის, იქ ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა ინტელექტუალურ გვერდებს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის ტვინის განვითარებისთვის და სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად. ინფორმაციას რა თქმა უნდა ვიღებთ. მინდა ყველა ახალგაზრდას მოუწოდო, მიმართო, ვფიქრობ, რომ გონებული რჩევა იქნება რაც შეიძლება მეტად დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ტყუილად არ აშენებულა ის სკვერები, ის მოედნები, იქ უნდა ითამაშონ, იქ უნდა გაერთონ, ყველაფერი კარგი უნდა ქნან და პლუს ამას რა თქმა უნდა იკითხონ, რომ ჩვენ საქართველოს განათლებული და კარგი ახალგაზრდობა. ჩვენი გადაცემა უკვე თითქმის დასასრულს უახლოვდება, მე მინდა ერთი შეკითხვა კიდევ დაგისვათ, სანამ ბოლოს შეკითხვას დაგისვამდეთ, ანუ თქვენ ახსენეთ საკმაოდ საინტერესო თემა წამოჭერით, აი ამ წუთას, როცა ახსენეთ კითხვასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, ორივე თქვენ მათგანს მინდა კითხოთ, ბატონო მამუკა, თუ შეიძლება პირველ რიგში თქვენ პასუხეთ, აი საქართველოში დღესდღეობით რამდენად ნაკითხი თაობა არის, თუ მოხდა გაუცხოება ახალგაზრდასა და წიგნის შორის? აი ძალიან დიდი, მე ამ ხრივ საგანგაშოდ ვიტყვი ამას, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ამ ხრივ. ანუ თამაშსაც გააჩნია ისევ იმ თამაშს მინდა რომ დაუბრუნდე. იქ არის აი ძალიან საშინელი თამაშები, ერთმანეთის ხოცვა ფსიქიკაზე. აი წიგნი არის სულ სხვა ფენომენი, სულ სხვა თემა, საბავშვო წიგნი თუნდაც. დიდებისთვის ეს რა თქმა უნდა ყველანაირი, მაგრამ ბავშვი წიგნით აღზრდილი ბავშვი არის აი შედეგი მე სახეზეა მართლა. თქვენი აზრით რამ გამოიწვია ადამიანის წიგნთან დაშორება? თანამედროვე ცხოვრება მოიტანა ეს ყველაფერი რომ თუ ანუ თანამედროვე ცხოვრება ხო არის რაღაცა ცალკე მდგომი ინსტიტუტი. ამ ყველაფერში ჩვენ თვითონაც მონაწილეობთ. იქნებ თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის ეს ყველაფერი. ამ კომპიუტერმა და ამ ყველაფერმა ამ სისტემამ შეუცვალა ბავშვს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის კითხვასთან დაკავშირებით ალბათ. წიგნსაც იქიდან უკაცრავად იქიდან კითხულობენ წიგნსაც. წიგნი ინტერნეტით და მე არ მინახია ისეთი ადამიანი ახლა დიდი ხანი ბავშვი მით უმეტეს რომელიც რაღაც კლას გარეშე კითხულობდა ან თუნდაც ერთობოდა ამით. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დარეგულირებადი არის მე როგორც ვფიქრობ. ზიმედოვნოთ, წიგნის კითხვა მეტწილად რეალურად შესვლა ფილმის ყურება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა, რეალურად თითქმის ყველა წიგნი რაც დაწერილა, გვაქვს იმის საშუალება, რომ ბლოკბასტერებში. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თვალი წიგნი მონებას ყვებს და ფილმი თვალს ახარებსო. სუსტად მაგის თქვა მინდა და ვერ შეცვლის ფილმი ვერანაირად წიგნს, აი ვერანაირად. სხვადასხვა ის არის. ფილმის ყურება რა თქმა უნდა კარგია, არის გენიალური ფილმები, რა თქმა უნდა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მაგრამ კითხვა არის აუცილებელი
ახალგაზრდისთვის ეს არის აუცილებელი, რა ვიცი, ჰაერივი სჭირდება ნებისმიერ ახალგაზრდას, რომ იკითხოს და ძალიან ნაკითხი თუ არა, ნაკითხი მაინც უნდა იყოს. არა, ძალიან ნაკითხზე არ არის, ის რაღაც თავისებურად უყალიბებს ადამიანს, რომ ადამიანურად ზრდის, ჩემი აზრით ესეთი. ანუ წიგნი ადამიანის მეგობარი, რამდენად შეესაბამება ეს სიტყვა ძალიან დიდი რეალურად. მეგობარია. თაობას რა შეიძლება, წინა თაობას რა შეეხება თაობებთან დაკავშირებით, ჩვენი ლექტორი იგი მასწავლებლების გამჩნევია, რომ თქვენ არ კითხულობთ ჩვენს თაობაში, ჩვენ ძალიან ბევრს კითხულობდით, გვეკითხებიან კიდევაც ეს თუ წაკითხული გაქვს. ეს სირცხვილია, როგორ შეიძლება ნაკითხი წაკითხული არ გქონდეს. ანუ რა თქმა უნდა, არის შედარება, ისინი ძალიან ჩვენზე მეც კითხულობდნენ. მე როგორც ვატყობ მათი ლაპარაკი. მაგრამ ესეც ინდივიდუალურია, ზოგადად ვერ ვიტყვით, არა, ნუ რა თქმა უნდა, უამრავი მაგრამ ახალგაზრდა საქართველოში, ბევრი რომელიც კითხულობს, ნაკითხით არის, განვითარებულიც არის, დამერწმუნდეთ, მისი მეგობარი შეიძლება ყველაზე მეტად წიგნი იყოს და არა ადამიანი, ბევრ ასეთ ახალგაზრდას. მე პირადად ვიცნობ და ძალიან მიხარია, მაგრამ მეც მინდა ძალიან ბევრს ვიცნობდე, მაგრამ სამწუხაროდ არ იცნობთ, ხო? თქვენ უფრო პესიმისტურად ხედავთ ამ საკითხს, როგორც მივხვდი. ვიცით რა არის, ვიცნობ, მაგრამ ძალიან ბევრს არა. ანუ შედარებით მცირე არის მათი რაოდენობა. მე მინდა დაგისვათ ესეთი შეკითხვა, ანუ ჩვენი გადაცემა თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება და თქვენი მოსაზრებები მაინტერესებს, ბატონო მამუკა, თქვენგან დავიწყებ. აი, რის შეცვლას ისურვებდით უმაღლეს სასწავლებლებში უახლოეს მომავალში? და აი თქვენი მოსაზრებით, აი სტუდენტთა ცხოვრება როგორ უნდა წარიმართოს ისე რომ მეტი სარგებელი მიიღოს და მეტად შეძლოს თავის რეალიზება საზოგადოებაში. ნუ სწავლების დონის ამაღლება ეს პირველია ყველაზე მთავარი და შემდეგ ხელშეწყობა სტუდენტის მიმართ. აი თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით რომ ხელი შეუწყოს აი ესეთი ფასებია მართლა ძალიან ბევრს უჭირს და კიდევ ამაზე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო ყველა უნივერსიტეტს თხოვნით რომ იყოს თხოვ რომ გაუგოს სტუდენტს იმიტომ რომ სტუდენტს გაგება ჭირდება და ანუ ამ ხრივ გამოასწორონ ყოველი თქვენ ამბობთ რომ გადასახადი უმაღლეს სასწავლებელში უნდა დარეგულირდეს და უნდა შემცირდეს და თქვენ მიგაჩნიათ ეს უახლოეს მომავალში თქვენს ეს ვთქვათ ოცნებად ხო ბრჭყალებში რო თქვა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემს თავზეც განვიცადე ეს ყველაფერი და არ მინდა რომ ეს რაც მე განვიცადე, სხვამაც განიცადოს რა, ძალიან ცუდი რაღაც არის ეს. ცოტა ხელი შეწყობა უნივერსიტეტის მხრიდან, ცოტა ამ სახელმწიფოს მხრიდან და მე მგონი ყველაფერი გამოსწორდება, ვისაც სწავლა უნდა აუცილებლად ისწავლის და შედეგს დადებს. და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ, ანუ თავისუფალ დროს შევეხები ისე. თქვენი აზრით, ანუ კი გასაგები რომ აღნიშნეთ რომ უნდა იკითხოს, წიგნა უნდა იყოს ახლოს ახალგაზრდა, მაგრამ კიდევ ანუ როგორ მოუწოდებით ალბათ ახალგაზრდებიც უყურებენ ჩვენ გადაცემას, რომ თავისუფალი დრო როგორ გაატარონ. აი ძა ეს თქვენი რჩევა რა იქნება, როგორც პოეტის ასე ვთქვათ. ერთს ურჩევ რომ მეგობრებთან ერთად გაატარონ და აი დაუვიწყარი იქნება ეს წუთები. ანტი ინტერნეტული გადაცემა გამოგვივიდა, მაგრამ ნუ ესეც არ არის ინტერნეტის საჭირო არის ნამდვილად. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება თქვენთან იგივე შეკითხვა მექნება. რის შეცვლას ისურვებდით უმაღლეს სასწავლებლებში? მე წეგანაც აღნიშნე ახლაც ვიტყვი რომ აკრედიტაციის განკაცრებას და ამით ვფიქრობ რომ განათლების ხარისხის ამაღლება მოხდება და სტუდენტებს რაც შეეხება ყველა სტუდენტს მინდა ვუსვრო რომ მოახდინონ თვითრეალიზაცია და თვითრეალიზაცია დიდი შრომის და ხვაწლის ძალიან დიდი შრომა სჭირდება და უსურვებს შრომის უნარიანობას და ამ შრომის უნარიანობის დაფასებას სახელმწიფოსა და ზოგადად განათლების სამინისტროს მხრიდან. და თქვენ ალბათ ისე როგორც ბატონ მამუკა შევეკითხებინ და თქვენც კითხოთ, ანუ ჩვენ მაყურებელს ახალგაზრდებს რას უსურვებდით და რა რჩევას მიცემთ, როგორ უნდა გაატარონ მათ თავისუფალი დრო, ну, კითხვა რომ უნდა იკითხონ ეს გასაგებია, რომ წიგნთან ახლო ურთიერთობა უნდა გქონდეთ, მაგრამ კიდევ რას ურჩევდით? ნებისმიერ დროს თავისუფალი იქნება დაკავებული რომ უნდა ყველას უსურვო რომ ადამიანობა არასდროს არ დაკარგონ პირველად ყოვლისა ეს იქნება ყველაზე დროის სწორი დახარჯვა რომ ადამიანის მიმართ სიკეთე კარგი რამ გააკეთო არასოდეს არ უნდა ეფიქროს ისეთი რამის გაკეთება რაც მას სარგებლობას არ მოიტანს თუნდაც როცა შენ მეგობრებთან ხარ და მეგობრებთან დროს ადარ შენ რაღაცა სიამოვნებას იღებ და ფუჭად დროის კარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კიდევ ერთხელ ყველას მომუწოდებ რომ ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ და ყველას მინდა წარმატება უსურვო თითოეულ ახალგაზრდას საქართველოში და მსოფლიოში. ეს კიდევ დავამატებდი, სწორი მიმაჩნია კიდევ ბავშვის ქველმოქმედებაში ჩართვა. ანუ რომ ვასწავლოთ გაცემა ბავშვს და ის აუცილებლად ბევრ რამეს ისწავლის ცხოვრებაში. დიდი მადლობა. ჩვენი გადაცემა ამის თუ დასასრულს უახლოვდება. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ სტუმრებს უღმესი მადლობა მოუხდა და მობრძანებისათვის საინტერესო თემები წამოჭერით, საინტერესო საკითხები. მე კი ჩვენს მაყურებელს დღეს ამით დავემშვიდობები. ახალგაზრდული მენტალიტეტი და
და ახალგაზრდული ქართული რეალობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის თითოეული სტუდენტებისთვის. ჩვენი მოღვაწეობა და ჩვენი მოქმედება მეტად განაპირობებს ასევე მომავალი თაობის აქტივობას და მათი ჯანსაღი ცხოვრების ჩამოყალიბებას. ჩვენი გადაცემა კი ახალგაზრდული განზომილებები მომავალი კვირიდან კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება. კარგად გრძანდებოდეთ. შეიძლება სანამ დავასრულოთ ერთი რამ მინდა დავამატო. დღეს ჩვენ ქართველები და სრულიად მსოფლიო ალბათ ასრულებთ ქრისტიანებს უცხადებს სოლიდარობას, ყოველას მინდა მოგმართოთ, ვისარგებლო ეთერის საშუალებით და აი, კარგი საკითხი არის ეგეც. 5 საათზე უკვე ნელ-ნელა უნდა დავიძრათ სახლებიდან და კარგი საკითხი წამოჭერით სამწუხარო არის, რომ ჩვენ უკვე დრო აღარ გვაქვს რომ ეს თემა გავშიფროთ და გავშვათ, მაგრამ მე ვიცი რომ მაყურებელს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს და რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ სოლიდარობას გამოუცხადებთ ასულე ქრისტიანებს. ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის.